ჩემთვის ყველაზე დიდი მამოძრავებელი და მოტივატორი არის ჩემი ოცნებები და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი და ჩემი ქვეყანა. რო ვესაუბრეთ UFC-ს, შონ შეები თქვა რომ 20 ივნისს გამიკეთებდა ბრძოლას და ესეც მოხდა. ჯეროდა ვხედავდი რომ აქ ვიქნებოდი დღეს სადაც ვარ და ეს ძალიან სასიამოვნოა, ის ოცნებები რო ხდება, რაც ჩაფიქრებული გქონდა. 20 ივნისს ერთი გეგმა გვაქვს მარტო ძალიან გუნდს შესვლა და KO. Yes, let's go, brother. Yeah, it's good. More like 186, 187. So contracts come over on. There you go. Sleeves. So what you use that opposite, huh? Very good. არა, მაგას ძალიან ბევრი. თან შენი ლაპარაკები ბაჭი რო იცით, არ გითხარი სპეციალურად. თან აი კამერა არის და სპეციალურად არ გითხარი. Bro, I'm so happy for you. You got it. Yes. Let's go, brother. Let's go. It's official. Yo, thank you, brother. Oh. Thank you so much. You will win. Very happy. I'm very happy for you. This is food for you. Huh? This is food for you. Food. საქართველოში ჩემი მესამე ბრძოლა და ლევონის პირველი ბრძოლა იყო ერთ დღეს და მე ვხვდებოდი ლევონის გუნდელს. და ლევონი რო შევიდა რინგზე, აი ისეთი აგრესიით და ისეთი თვალებით ჩხუბობდა, რომ ახსოვს რომ ჩხუბი რომ მორჩა, ლევონს უთხარი რომ მეთქი არავითარ შემთხვევაში არ დაანებო სპორტს თავი და მომავალში აუცილებლად შევხვდებით დიდ არენაზე თქო და პირველად ჩემმა მამიდაშვილმა მიმიყვანა დარბაზში. ლევონის შევხვდით 16 წლის ასაკში და მაგ დღიდან რო გავიცანით, ჩემ პირველი კოუჩიც ლევონი იყო. Levon is like an older brother to me, you know, he's the one giving me advice. ბრძოლა 16 წლის ასაკში დავიწყე და იქიდან მოყოლებული, როგორც გითხარი, პირველი დღიდან თავი განსაკუთრებული მეგონა და მეგონა რომ ჩემპიონი გავხდებოდი. რო გავიგე რომ ბელატორში მიიღეს და ბელატორში ჩხუბდა, ისე გამიხარდა რომ ეგ დღე გამახსენა, ნო? აი ეხლა უკვე UFC-ში მოვედით და დარწმუნებული ვარ რომ კამრამდეც მივალთ და ჩემპიონიც გახდება, ეჭვიც არ მეპარებ. You know, if you want to go in PI, you need some UFC fighter to get in. And now, we don't need no one. We're going to go by ourselves. My opponent, he's his friend. And also, I'm very good relationship with him. We have trained before. I told him, I'm so sorry, I have to beat your countryman. Because he's same American Armenian. Armenian too. ეხლა ჩვენ ვიყოფებით ლას-ვეგასში, აქ ცხოვრები ქართველები შევიკრიბეთ, კარგი საღამო იყო. ამდენი წლის, ლოდინის და ვარჯიშის და შრომის შემდეგ დადგა ის დღე, ლევან ჩოხელი UFC-ში იბრძოლებს და ძალიან სასიხარულო ამბავია ჩემთვის, როგორც მისი მეგობრისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დააფინიშებს მის მოწინააღმდეგეს და მოიპოვებს თანატრელ გამარჯვებას და ფურორით დაიწყებს UFC-ის კარიერას. Hello, brother. How are you? Today, finally, we can go without anybody. Yeah, finally? Yes, He signed already, so. Did? Yes, brother. Tell them Levan is here. Oh, damn, alright. That's it. Dude, that's fucking sick. Congrats. Thank you, brother. There's my favorite UFC fighter. Here to save me from the lobby. Yeah, 15. Oh, bro, let's go. In Vegas, you do? Yes. Oh, we're gonna do some shooting. Let's go, brother. Let's go. What are you gonna take him down? You gonna wrestle? You gonna do jiu-jitsu? No jiu-jitsu, brother. Let's go. The fucking man dance. Let's go. 1 year, brother. 1 year wait. Finished. Hey. Yes. Slow down, brother. Finally. Congratulations. I found out today, man.
excited. Are you fighting in 2 weeks? Yes, June 20th. Yeah, you're fighting Leon, huh? Yeah. Hey, at least you guys both got contracts though. That's amazing. Thank you, Do your thing, brother. Thank you so much. Thank you, you too. We are fighting same day. Really? Yes. ძალიან დიდი ხანია ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ ოჯახებით და ლევანისთან ერთად გავიზარდე მეც. He's made me so much better in my career. I would say that if it wasn't for Levon, I wouldn't be in the UFC. ჩვენ თუ სამეგობრო წრეს სადმე მივდიოდით, ლევანი ჯერ ივარჯიშებდა და შემდეგ მოდიოდა ჩვენთან ერთად და აი მანდ უკვე მივხვდი, რომ ძალიან სერიოზულად უყურებდა თავის პროფესიას და ერთი წამით და 1%-ითაც არ ეპარებოდა თავის თავში ეჭვი. Procent ნოკაუტი. No, bro. Everyone keep telling me and waiting 100K. I'm ready for that. I just need bless from God and that's it. ბრძოლა დავიწყე, იმიტომ რომ ჩხუბი მიყვარდა სულ ბავშვობიდან და მინდოდა რომ მაგარი მოჩხუბარი ყოფილიყო. და მამაჩემმა შემიყვანა ვეფხისტყაოსანში. რა თქმა უნდა, ყოველთვის დღემდე ბრძოლის დრო რომ მოდის ნერვიულობენ, მაგრამ ოჯახი ჩემთვის ძალიან დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის, ჩემი ძმა, ჩემი მშობლები. ბოლო ბრძოლა ჩავატარე 25 მაისს და იქცნობოდა, რომ თქოს 10 წელი გავიდა, 1 წელის მუდმივად მზად ვიყავი, მუდმივად ვარჯიშობდი და ველოდებოდი ამ ზარს. როგორც მენტალურად, ასე ფიზიკურად იყო ძალიან ძნელი, იმიტომ რომ ამ 1 წლის განმავლობაში დარბაზიდან არ გამოვსვლარ, ყოველდღიურად ვარჯიშობდი იმ იმედით, რომ შესაძლო ბრძოლა უნდა ყოფილიყო. We was make sure he was training before we knew the fight. He did like great training. სადაც მაისის შუა რიცხვებში მივიღე UFC-სგან ბრძოლის შემოთავაზება, რასაც დავთანხმდი. და ვისან ზოლანა ჩამეტარებინა, ემოციონალურად თქვა უარი. და ცოტა იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვიყავი. ერთი კვირის შემდეგ უკვე 6 ივნის შემოთავაზეს ბრძოლა, იგივე მოწინააღმდეგესთან და ისევ დავთანხმდი. და მოწინააღმდეგემ ისევ უარი თქვა. რო ვესაუბრეთ UFC-ს, შონ შებრუნ თქვა, რომ 20 ივნის გამიკეთებდა ბრძოლას. ესეც მოხდა. შინაგანად ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ გარეგნულად არ ვიმჩნევდი, იმიტომ რომ 20 ივნის საქმე მოხდა გასაკეთებელი. უნდა გავიმარჯვო, გავახარო ჩემი ქვეყანა და ამ გამარჯვების შემდეგ უკვე უფრო ბედნიერი და გახარებული ვიქნები, უფრო შევიტყობ ამ სიხარულს. For someone like myself and for someone like Levon to finally have the respect from everybody of being a UFC fighter, it's something that, we work our whole lives for. So this is a big moment. ბოლოს და ბოლოს რომ გავიგეთ, რომ გვეღირსა კონტრაქტი, დავიცალე ენერგიისგან, ისე გამიხარდა თითქოს მე დამირეკეს, მე მოვხდი ამ კომპანიაში, UFC-ში. And when they booked this fight for Levon, we all knew this opponent. He trained with us before, so we kind of know him a little bit, how he fighting, how his style. აი ლევონის შემთხვევაში ისეთი სპორტსმენია, რომ შემიძლია თამამად თქვა ღმერთ მაჩუკა ის შესაძლებლობები, რაც აქვს ფიზიკური, თუნდაც მენტალური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სურვილი. ვეგაში გადმოსვლა, სხვათაშორის ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ძალიან კაი სავარჯიშო სივრცე არის, თუნდაც UFC PI. ვარჯიშთან ერთად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანად გავატარო დასვენების დრო. ჩემს მეგობრებთან ერთად, ხალხთან ერთად, ვინც საპორტს მიკეთებს და მხარს მიჭერს მთელი ამ დროის განმავლობაში. ამ ბოლო 1 წელს განმავლობაში ვარჯიშობდი გუნდ ნაკაჩეში და მადლობა მინდა გადაუხადო მთლიან გუნდს. ასევე ყოველ ჩემი ქართველი ძმები, ზიკო, ბეკა,
ყოველთვის ჩემ გვერდში იდნენ ამ დროის განმავლობაში და მეხმარებოდნენ და ჩემთან ერთად ელოდნენ ამ მომენტს. ეხლა UFC-ს მომზადების პროცესშიც გადმოვედი მეც ლას-ვეგასში, ერთად ცხოვრობთ, ერთად ვარჯიშობთ, პარტნიორი ვარ, ვეხმარები, headwork-ზე ერთად მუშაობთ, რადგან ჩვენ ერთმანეთის სტილი ასე ვთქვათ ვიცით. I met the two guys built this beautiful place for us, is George and Charlie Quinn. So the gym have maybe 2 months. This is the second month of the gym, but the team we're working together before at UFCPI. We have like a family. We have guys we can trust every day. They're gonna be there for you. They're gonna be there for me. Იმიტომ უკვე ჩვენ ახლობით 5 წელია თითქმის ერთად ცხოვრობთ და ერთად ვარჯიშობთ და არ მახსოვს რომ მოეკლოს სპორტისთვის, არ ევარჯიშოს, გაეცდინოს. როდესაც გადაწყვიტავ რომ გახდე საუკეთესო, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას. როდესაც გადაწყვიტავ გახდე ჩემპიონი, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა, ძალიან ბევრი დაბრკოლება და ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დადგები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენს ოცნებებს თავი უნდა დაანებო. პირიქით ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ შენ რაღაც დიდისკენ მიდიხარ და ჩემპიონობის გზა ძალიან რთული არის. პირიქით ამ ყველაფერმა უნდა გასწავლოს შენ, რომ არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავ იმ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. Since he came train with me a couple years ago, I think he improved a lot his fighter IQ. ლევანი არის უნივერსალური მებრძოლი, ასე ვთქვათ, სტრაიკინგი, ჭიდაობა, ჯიუ-ჯიტსუ. შეუძლია რომ 5 რაუნდი იჩხუბოს და მეხუთე რაუნდშიც ისეთივე ფეთქებადობა ქონდეს, რაც პირველ რაუნდში, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საშიში იარაღია, რაც შეიძლება სპორტსმენს ქონდეს. ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, რომ UFC-ში მოხვდებოდით, უბრალოდ ეს იყო დროის საკითხი. შეუძლია რომ აი უზარმაზარ მწვერვალებს მიაღწიოს და მოვუწოდებ ჩვენს ქართულ ბიზნესმენებს და კომპანიებს თუნდაც, რომ ინვესტიციის სახით ჩადონ ამ ბიჭში, დაეხმარონ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის საქმესაც გააკეთებენ და თავიანთ პირად საქმესაც წაწევენ წინ. 20-ში რო იყოს კამარზე ჩხუბი, დარწმუნებული ვარ, რომ მოიგებს. აი ეჭვი არ მეპარებ, ერთი უფალი თუ გადაწყვეტს, რომ არ იქნება ჩემპიონი, ერთი ეგა რა, ანუ This is no disrespect to his opponent because I've trained with both guys. Levon is the best guy I've ever trained with in my entire life. 20 იუნის ერთი გეგმა გვაქვს მარტო მთლიან გუნდს შესვლა და KO. ლევანისგან ველი ნოკაუტს. ძალიან დიდი სხვაობა დონეებში მას და მის მოწინააღმდეგეს შორის. 20 იუნის პირდებით ნოკაუტს და ვიცი რომ რაც ჩანაფიქრი გვაქვს, გუნდს ისე იქნება ყველაფერი. ვერანაირ შანსს ვერ ხედავ იმ ბიჭის გამარჯვების ამ ბრძოლაში. 20 იუნის მიუხედავად იმის რომ short notice ბრძოლა არის, ჩემი გულშემატკივარი ნახავს ჩემს საუკეთესო პერფორმანსს.